თმის ღერის სიცოცხლის უნარიანობა 2-დან 5 წლამდეა. ბუნებრივი განახლებისთვის კი ცვენა აუცილებელი პირობაა. ადამიანს დღეში დაახლოებით 80 ღერი თმა სცვივა. თუმცა თუ შეამჩნევთ, რომ სავარცხელზე დიდი რაოდენობით თმა დარჩა, ეს უკვე პრობლემაა, მაგრამ არა გადაუჭრელი. უბრალოდ პირველ რიგში აუცილებელია გახშირებული ცვენის მიზეზი დავადგინოთ. არსებობს თმის ცვენის დიფუზური თმის ცვენის ტიპი, რომლის დროსაც მიზეზები არის უამრავი. ეს შეიძლება იყოს მიკროელემენტების დეფიციტი, ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა სტრეს ფაქტორები, შეიძლება იყოს მედიკამენტოზური თმის ცვენა. თმის ცვენის მიზეზი შეიძლება გახდეს გენეტიკაც, ენდოკრინული დაავადებები, არასწორი კვება, სტრესი. ცალკე გამოყოფენ თმის ცვენას მამაკაცებში. ამ შემთხვევაში პროცესი ხშირად გარდატეხის ასაკში ვლინდება და 30 წლის ასაკში უკვე არასასურველი შედეგით, სიმელოტით მთავრდება. მკურნალობის მეთოდი სხვადასხვაა. საწყის ეტაპზე შესაძლოა პრობლემა ქირურგიული ჩარების გარეშეც გადაჭრათ, მედიკამენტების საშუალებით. ინექციის საშუალებით თმის ფოლიკულის დონეზე შეყვავს ყველა საჭირო ნივთიერება, რაც ჭირდება თმას. ეს არის მიკროელემენტები, ამინომჟავები, ვიტამინები, ანტიოქსიდანტები, ყველა საჭირო ნივთიერება შეყვავს უშუალოდ თმის ფოლიკულის დონეზე. ხალხურ მედიცინაში თმის ცვენის საწინააღმდეგო საშუალებად მუხის ქერქის ნახარში, აბუსალათინის ზეთი, დ-ვიტამინი და კვერცხის გული მიიჩნევა. თუმცა თუ თავზე უკვე გაჩენილია გამელოტებული კერები, მედიკოსების აზრით ქირურგიული ჩარევის გარდა შედეგს მკურნალობის ვერც ერთი მეთოდი ვერ გამოიღებს. ერთადერთ ეფექტურ მეთოდად რჩება თმის გადანერგვა. გადანერგვის ჩვენებები ასევე არის ნაწიბუროვანი თმის ცვენა, მაგალითად ხშირად ტრავმის შედეგად ხდება ხოლმე დამწვრობა, შეიძლება იყოს ოპერაციული ჩარევა, ოპერაციის შედეგად გაჩენილი ნაწიბურები, ასევე ტრაქციული, როდესაც ადამიანი ერთ და იგივე ვარცხნილობას ხშირად იკეთებს და ამის ადგილას დაცვენის უბნები ჩნდება. გადანერგილი თმა ზრდას საშუალოდ 2-3 თვის შემდეგ იწყებს და ჩვეულებრივი ბუნებრივი ტემპით თვეში 1 სანტიმეტრამდე იზრდება. ის ორგანული თმისგან არაფრით განსხვავდება და არ საჭიროებს სპეციალურ მოვლას. შეგეძლიათ თავისუფლად დაივარცხნოთ, შეიჭრათ და შეიღებოთ კიდეც. მოვლა მასაც ისე სჭირდება, როგორც ბუნებრივს. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ყველა პროცედურის და მათ შორის ოპერაციის ჩატარებაც თავიდან მოგიწიოთ. და გიბრუნდებით სტუმართან ერთად ანა ბაკურაძე, ესთეტიკ ცენტრ Oxford Medical Georgia's წარმომადგენელი, ექიმი, კოსმეტოლოგია, ჩვენი სტუმარი, დილომშვიდობისა. ანა, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა თქვენ. პირველ რიგში სეზონის მიხედვით მინდა დაგისვა კითხვა, ზამთარი დაიწყო, შეიძლება რომ თმის ცვენა სეზონურად უფრო ზოგჯერ უფრო განაპირობებდეს შეიძლება. სიცივე თუ სიცხე. უბრალოდ მაინტერესებს იცვლება თუ არა სეზონურად. მე მაინტერესებს რომელი სეზონია ჩემი მტერი. რა თქმა უნდა, თმის ცვენა დღესდღეობით ძალიან გავრცელებული პრობლემაა და მოსახლეობის ძალიან დიდ პროცენტს ტანჯავს ეს პრობლემა. მისი გამოწვევი მიზეზები სხვადასხვაა. შეგეკითხებით, მაინც დღესდღეობით რას ნიშნავს? ახლა გახდა მოიმატა, არა, ადრეც იყო, მაგრამ უფრო მოიმატა, იმიტომ რომ სხვადასხვა მიზეზებია მისი გამომწვევი, ეს არის ჰორმონალური დისბალანსი, სტრესი, პერმანენტული დიეტები, თანდართული არასწორი კვებით, სხვა გარეგანი ფაქტორები. რა თქმა უნდა, გარეგანი ფაქტორები განაპირობებს. შინაგანიც, ენდოკრინული ფაქტორებიც, ჰორმონალური დისბალანსიც და ასე შემდეგ. ყველაფერი ერთად ორგანიზმში თუთის, რკინის, სელენის ნაკლები. რა თქმა უნდა, გენეტიკური ფაქტორიც დიდ როლს თამაშობს. სეზონურად შეგიძლია გითხრათ, ზამთრის შემთხვევაში, ამ პერიოდში გარდამავალ პერიოდში, შემოდგომის პერიოდში ხდება, გაზაფხულის პერიოდში ხშირია უფრო მომატებულია თმის ცვენა, რადგან ზამთრიდან გადავდივართ გაზაფხულზე და უფრო ორგანიზმი განიცდის ვიტამინების დეფიციტს. მე მინდა მაყურებელს მისცეთ რჩევა, თმის ცვენის შემთხვევაში რამდენად გამართლებულია სახლში მომზადებული ნიღბების მოხმარება? იცით, ძალიან კარგია სახლში მომზადებული 1000 ნიღბები, ლოსიონების მოხმარება, მაგრამ დღეს მე ყურადღება მინდა გავამახვილო თმის ცვენის მკურნალობის ინექციურ მეთოდებზე. ბევრად ეფექტურია. ეს ნიღბები და სხვადასხვა საშუალებები ფართოდ არის ინტერნეტ სივრცეშიც და შეგვიძლია მოვიძიოთ და სახლის პირობებში ძალიან ეფექტურია და რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, მაგრამ რაც შეეხება თმის ცვენის მკურნალობას და ალოპეციას, მინდა ვთქვა, რომ ძალიან ეფექტურია, სანამ ოპერაციულ ჩარევამდე მივად ინექციური მეთოდები. ეს არის ჩემო კარგო მეზოთერაპია და პლაზმოთერაპია, იგივე PRP თერაპია, რომელსაც ეს არის გადანერგვა. არა, ეს ახლა გეტყვით რა არის. მეზოთერაპია ეს არის
თმის ცვენის მკურნალობა სხვადასხვა გამზადებული ქიმიური კოქტეილებით, რომელშიც შედის ცილებიც, ვიტამინებიც და ასე შემდეგ. ეს არის საწყის ეტაპზე. იცით რა არის? არის თმის ცვენის სხვადასხვა ფორმა. ეს არის ანდროგენული, დიფუზური, ტელოგენური, ბუდობრივი. იცით რა, გააჩნია სტადიასაც და ფორმასაც, მაგრამ როდესაც უკვე საგანგაშო ვითარება იქნება და პაციენტი გრძნობს, რომ ეს თმის ცვენა იმატებს, მინდა გითხრათ, ძალიან ეფექტურია. და განსაკუთრებით ხაზი მინდა გაუსვა აი ამ თმის ცვენის მკურნალობაში პლაზმოთერაპიას, ანუ PRP თერაპია. ამას საფუძვლად უდევს პაციენტის საკუთარი სისხლის აღების და დამუშავების სპეციალური მეთოდი. ესე იგი, მკურნალობა ხორციელდება მხოლოდ პაციენტის სისხლით. ვიღებთ სისხლს სპეციალურ სინჯარაში, რომელშიც არის სეპარაციული გელი. ხდება თვითონ პაციენტის საკუთარი სისხლის ცენტრიფუგირება, ანუ ამ სეპარაციული გელით ხდება თრომბოციტებით გამდიდრებული აუტოპლაზმის გამოყოფა სისხლის სხვა ფრაქციებისგან. ტერმინია რომ მე გადავიფიქრე. უბრალოდ მაინტერესებს რა ეტაპზე შეიძლება მისი გამოყენება? ყველანაირ ეტაპზე შეიძლება გამოყენება და გამელოტებულ. რა თქმა უნდა. ყველანაირ ეტაპზე შეიძლება მისი გამოყენება და აი ამ გამზადებული კოქტეილის შეყვანა ხდება თმის თავის ქალის თმიან ნაწილში 5-6 მმ-ის მიკროინექციების საშუალებით. ეს კოქტეილი აღწევს თმის ფოლიკულამდე, ხდება ფოლიკულის კვება და თმის ფოლიკულის გადართვა თმის ცვენის ფაზიდან ზრდის ფაზაში. და ყოველთვის მაინტერესებდა ერთი რაღაც, ეს შეიძლება იყოს ტრადიციული ქართული ლეგენდის ნაწილიც, მაგრამ თუ ვთქვათ, დაუშვათ აი ამ მეთოდის შემთხვევაშიც, ან გადანერგვის მეთოდის შემთხვევაშიც ხშირად ამბობენ, რომ ეს ვთქვათ, ირიბად აზიანებს სხვა ორგანოებს და საშიშია ჯანმრთელობისთვის. არა, ნამდვილად არ აზიანებს, პირიქით ხდება თმის ზრდის სტიმულაცია, არა მარტო თმის ცვენის თმის დაზიანებას, არა, სხვა ორგანოებსაც ნამდვილად არ აზიანებს, იმიტომ რომ ეს უბრალოდ უშუალოდ ხდება ადგილობრივად, არანაირი შეხება არ აქვს სხვა ორგანოსთან. აი თმის გადანერგვაზეც რომ ვთქვათ, რამდენად ეფექტურია ის? რა თქმა უნდა, ძალიან ეფექტურია თმის გადანერგვა და თმის გადანერგვა უკვე უკიდურეს შემთხვევაში მიმართავ. იმ შემთხვევაში უნდა მიმართავ. გვიშველის ძალიან ეფექტურია ეს პროცედურებიც, მაგრამ არის ხა მამაკაცების ვთქვათ, რაოდენობა საკმაოდ დიდი იმისა, ვისაც სრული ალოპეცია აქვს და ეს განსაკუთრებით ტრაგიკულად ცხადია მამაკაცებში ეს პრობლემა და ალბათ მაყურებელს გაუჩნდებოდა კითხვა ფასებთან დაკავშირებით. მიახლოებით ვთქვათ, აი საშუალო ფენას შეუძლია. პროცედურა ტარდება 4-8 პროცედურა ნოზოლოგიდან გამომდინარე კვირაში 10 დღეში ერთხელ. უკვე შედეგს პაციენტი ატყობს მე-5-მე-6 დღიდან. ფასებიც არ არის ისეთი ხელმისაწვდომია, დიახ, ნამდვილად ხელმისაწვდომია. კი, ყველაფრის ფასდაკლებებიც არის, არ არის ისეთი მიუწვდომელი, რომ თუ პაციენტს აწუხებს ეს პრობლემა, არ მიმართოს და არ მე წარმატებას გისურვებთ და საქართველოს თავზე ბევრ თმას მოსახლეობას გულისხმობ ამ შემთხვევაში.